მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ მიხეილ მესხი და თქვენ იმყოფებით ჯორჯიან ფიშერმენის ქართველი მეთევზის YouTube არხზე. გამოვედით სახლიდან და მივემგზავრებით თბილისის ზღვაზე, მეგობრებო. დაგეგმილად არა ვარ წარმოდგენილი დღეს, იმიტომ რომ დაახლოებით 12-ის ნახევარია უკვე და ეხლა მივდივართ თბილისის ზღვაზე. ეხლა თითქმის უნდა ვამთავრებდეთ ჩვენ კაპარჭინაზე თევზაობას და დღევანდელ დღის გეგმას გეტყვით მოკლედ. შემდეგი შაბათკვირისთვის გვინდა რომ ძალიან კარგი თევზაობა შემოგთავაზოთ თბილისის ზღვაზე, კერძოდ კაპარჭინაზე. შესაბამისად, ეხლა დაზვერვით ოპერაციას ვაკეთებ. მივდივარ სრულიად მარტო. მექნება რამდენიმე დასაკვები წარმოდგენილი, რომლებსაც მე თქვენ აგიხსნით, რა დასაკვებია, რისთვის ვიყენებთ, რა არომატების არის და შესაბამისად შემოგთავაზებთ, ესე რომ ვთქვათ, მცირე ვიდეოს. გარდა ამისა, კაპარჭინის გარდა გვექნება მცდელობა, რომ შამაიაც შემოვიყვანოთ წერტილში, სამ თევზე გვაქვს გათვლა. კაპარჭინა, კარჩხანა, შამაია და არ ვარაუდობ იმას, რომ ნაფოტა წამოვიდეს, მაგრამ ბაზალეთის ვიდეოში კი ნახავდით, რომ ნაფოტები წამოვიდა ძალიან კარგად. ჩამოვედით, მეგობრებო, თბილისის ზღვაზე. აი აქ დავდექით ხა, იქეთ ფიზიკურად ადგილები აღარ არის, ვიყავით გასულები. აი ჩვენი ლომიც ჩვენ გვერდით არის. გაართვა თბილისის ზღვის ტალახებს თავი. ძალიან ისეთი ტალახები არის, მეგობრებო, სულ კალიები არის, მაგრამ ჩამოვედით წარმატებით, ეხლა დავდგებით. აი ესეთ კარგ ადგილას და დავიწყებთ თევზაობას. რაც შეეხება ჩვენს აღჭურვილობას, მეგობრებო, Sherman-Pro New Generation-ის სკამი, პლატფორმა, Sherman-Pro-ს ბადე და დავიწყოთ ახსნა. ფლაგმანი Sherman-Pro New Generation-ის 360 100 გრამზე ტესტის ჯოხი არის, მეგობრებო. ეს არის 5000-იანი კოჭით, თავისივე Sherman-Pro New Generation-ის 0.12 წნულით, 360 70 გრამზე ტესტით, 5000-იანი კოჭით და ანალოგიურად Sherman-Pro New Generation-ის 0.12 სადავით. ცოტა დღეს ვარჩიე მსხვილი ფრაქცია, აი ესეთი დასაკვები გვექნება. მარწვის პოლუცია, ბარდა შეურიეთ, ცოტა მინიმალურად, ეხა ეს გაშრება, კიდევ ერთხელ გადავზელ. ამაში მეტი დანამატი არაფერი არ გვაქვს ფლაგმანი შოკოლადი მცირე დოზით და მინდა რომ დასაკვები რაც შეიძლება ჩავიდეს ფსკერში. აი, აჩვენებთ ეხა. აი როგორი გაფანტვა იყო და ფსკერში ჩავიდა და ნენელად დაიწყებს დაშლას, მეგობრებო. აი როგორ იწყებს დაშლას. აი ეს მინდა ზუსტად. აი შეხედეთ.ანი კარგად ხედავთ. კარგად ამჩნევთ. აი ესე მინდა რომ ფსკერზე ჩავიდეს და იქ უკვე იწყებს წრიულად გაფანტვას. ეს არის ჩემი მიზანი. კარგი, დავიწყებთ ეხლა ჩვენ თევზაობას ნენელა. ერთი წერტილი დაკვებილი მაქვს. 360 100 გრამით დავკვებე სადღაც დაახლოებით 60-70 მეტრში და მაქვს ესეთი კარგი ადგილი, მეგობრებო. ბალახებია. ბალახების შემდეგ ვიპოვე ძალიან კარგი ორმო, დაახლოებით ბალახებიდან 30 მეტრში და იქ მექნება მეორე წერტილი, უკვე იმას დავკვებავ ანალოგიურად თევზაობის პროცესში. ვიყენებთ, მეგობრებო, აი ესეთ სადავეს.
0.12 არის 0.12 1.29 კილოგრამი დრაგი ფლაგმანის Armadale Grandis Hockline-ის სადავე ფიდერ გამს ვიყენებ და არ მეშინია კარგი ზომის კაპარჭინა ან კარჩხანა რომ დამიჯდეს ვიცი რომ გამოვიყვან ბაზალეთთან შედარებით აქ არ არის ძალიან დიდბალახიანი ადგილი ლამი და ქვა არის ძირითადად აი ამ სადავეს გამოვიყენებთ და შემდეგ გამოვიყენებთ უკვე ჩვენ აი ესეთ ძალიან მსუბუქი არის სხვათა შორის კარგი 53-112 ნომერი და მექნება კიდევ ეს სადავე მექნება თუ მაგალითად კიდევ სიმსუბუქე მოითხოვა Sherman Pro New Generation-ის 0.11 კილო და 29 უძლებს მეგობრებო აი ესეთი სადავე ძალიან მსუბუქი არის და კაპარჭინა არის ისეთი თევზი ფრთხილი თევზი არის და მოითხოვს ესეთ აღჭურვილობას დავიწყოთ აბა მეგობრებო თევზაობა ეხა ერთი ჯოხი გამზადებული მქონდა და გითხარით რომ დავკვებე ეხა დამჭა მეორე ჯოხი და ამასაც უკვე გავამზადებ და ახლო დისტანციაზე როგორც შეგვიდით ისე გამოვიყენებ აბა წავიდა პირველი გადაგდება კარგია დავაკვირდეთ მოვლენებს მეგობრებო. სუბოში მეორე ჯოხსაც ავაწყობთ ჩვენ. გავამზადეთ მეგობრებო მეორე Sherman Pro, ეს არის უკვე 360 70 გრამზე 5000-იანი ესეთი კოჭით. და იმას უკვე დავიწყებ ახლო დისტანციაში დაკვებას. ეხა მიმართულებაც ცოტა შევიცვლი და ესე გადავაგდებ. ახლო დისტანციაში მეგობრებო. აუცილებლად ეს ძველი კლიპსები მაქვს. ის არის ბაზალეთის კლიპსებია დატოვებული მეგობრებო და არ ხსნი ამას ცოცხალი თავით. აი ესე გავაკეთეთ ახლა. აი ჩავცალოთ, დავიწყოთ დაკვება. აი ესეთი მონტაჟი არის, შეხედეთ? აი. ეს არის inline მონტაჟი და ამაზე სადავე წავა. წერტილში ვართ. ჩავიდა. წელს რატომღაც მართლა ცუდად დაიწყო გაზაფხული რა მეგობრებო. ძალიან ცუდად დაიწყო გაზაფხული მეგობრებო, იმიტომ რომ სიცივეები წამოვიდა ისე დროს, როცა უკვე თევზი ქვირითობას იწყებდა და გვიან დაიწყო ქვირითობა და ყველაფერი გვიან მოხდა. შესაბამისად, შედეგით სახეზე გვაქვს, რომ აქტიური არ არის. ორი კვირის წინ ვიყავი და სადღაც დაახლოებით 5-6 წელი დავიჭირე დილის 5 საათზე მოვედი, მოვემზადე, დავკვებე წერტილი კარგად და სადღაც დაახლოებით პირველ 2 საათამდე რა. ნუ დილა უყვარს ძირითადად კაპარჭინას მეგობრებო. ვიდრე სხვა პერიოდი. ახლო დისტანციასაც კვებო. შორზე გასული ვართ. ნახოთ რა ვითარება იქნება. ნახოთ. ჯერ ჩარტყმა არ ქონია. ამაზე სხვა რაღაცას გავაკეთებ. შესაბამისად შეიძლება ამან უფრო გაამართლოს. ნემსკავს ავაწყობ სადავეს, ავაწყობ უკვე და შემოგიერთებით პირველი გადაგდებით. აბადროებით. წეგან გაჩვენეთ რომელი სადავე გამოვიყენე მეგობრებო. Armadale Grandi გამოვიყენე წეგან 0.12, რომელიც უძლებდა დაახლოებით მაქსიმალური დრაგი ქონდა 1.39. ეხლა
ისევ Armadale Grandis სერიის ვიყენებ, Competition-ის სერიას ვიყენებ, ოღონდ არის 0.15 არის და რას ვაკეთებ ახლა? ერთი ზომა იქ მაქვს, მეორე ზომას მეორე ჯოხზე გამოვიყენებ, მეორე მონტაჟზე გამოვიყენებ და დავაიდენტიფიცირებ, რომელი უფრო მუშაობს, მეგობრებო. არის მომენტები, რომ ხანდახან ზედმეტად პატარა სადავე არ არის საჭირო, მეგობრებო. ახლა ამაზე ცოტა შედარებით მცირე ზომის სადავეს დავაყენებ, სადღაც დაახლოებით 40-დან 50 სანტიმეტრამდე სადავეს დავაყენებ, იქეთ მაქვს ვიცი 70 სანტიმეტრიანი სადავე, გრძელი სადავე მაქვს. ახლა რომელიც დაიწყებს მუშაობას, ნელ-ნელა დავიწყებ მონტაჟების შესვლას დავიწყებ, შემდეგ უკვე ნემსკავზე სატყუარის წარმოგების სხვადასხვა მეთოდს გამოვიყენებ და რომელზეც უკვე დაიწყებს აქტიურობს, ანუ 1 საათის განმავლობაში მე დავიწყებ იდენტიფიცირებას იმისი თუ რაზე აქტიურობს თევზი. დავეგავზარდი ასევე გავზარდე ნემსკავის ზომაც. აი ესეთი ნემსკავი მაქვს ახლა. ფლაგმანის 47-117 არის, ეს არის 10 ნომერი. იქ გამოვიყენე 12 ნომერი 53-100, შედარებით მსუბუქია 53-100 კოდი, ვიდრე 127. შესაბამისად, ახლა ამასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ახლა ესე გადავატარებთ რამდენჯერმე. კიდე 1, 2, 3. ახლა სადავის ყულფს როგორ ვაკეთებთ? მარყუშს. აი ესე ავიღებთ, აი იმას გადავკეცავთ, დავატრიალებთ რამდენჯერმე და იმას შევუშვებთ აი აქ. ესე. კარგია. მეგობრებო, გადასვლა. აქ არის დაწნული ფიდერგამი, ნაწნავში გავატარებთ. ესე ერთი წუთით. ნაწნავში გავატარე, გამოუშვი. შემდეგ გვაქვს უკვე ეგრეთ წოდებული მარყუჟი, ეგრეთ წოდებული პეტლია. შევატარებთ აი პეტლიაში, ნემსკავს თლიანად სადავით. მოდიში. რაღაცა ესე. გამოვიდა და შემდეგ უკვე ესეთი ხელის მოძრაობას ვაკეთებთ. წამოვიდა ჩვენი ნემსკავის სადავე იდეალურად გამოვიდა. ეხლა პატარა სადავე, პატარა ნემსკავი მაქვს. პატარა სადავე მაქვს, ისე სისქით, ანუ ზომით დიდი სადავი არის, 0.15-იანი არის და ნემსკავი არის 53-127 ოვნერის. ეხლა აი ესე გავაკეთებთ ჩვენ. მოდი ბურტერბროდს გავუკეთებთ თევზს. ესე გავჭრით. რა თქმა უნდა, აი იმას ბოლომდე ავწევ ესე. აი ესე ავწევ ბოლომდე და შემდეგ არის თეთრი ბუზის მატლი. ამასაც ანალოგიურად კანში გაუტარებთ ეხა და აი ესე ავწევთ. აი ესე გამოვიდა. წვეთს უტოვებ ქვემოთ, იქედან გამომდინარე, რომ როგორც კი შეითრევს, ეგრევე მინდა რომ კარგი ანუ პირველივე კენკვაზე თევზი იქნება. ჩავთვალოთ აი ესეთ მონტაჟზე უკვე, აი ესეთ კომბინაციაზე, როგორც კი თევზი ქვივერზე გადმოიტანს კენკვას, ოდნავი შეხებაც და თევზი არის, იმიტომ რომ უკვე ეს ისეთი ნემსკავია, რომ პირში შეითრევს, ესე რომ ვთქვა, დასაკვებს, იმიტომ რომ თევზი იკვებება აი ესე. პირს როდესაც ხსნის, წნევით შემოდის წყალთან ერთად საკვები. შესაბამისად უკვე აქ ნემსკავი დახვდება, ნემსკავის წვერი დახვდება და თევზი ვეღარ მოახერხებს დახსნას, გათავისუფლებას. წარმატებები აბა და დავიწყოთ. პირველი გადაგდებას შემოგთავაზებთ, შემდეგ უკვე კარგ ჩარტყმებს შემოგთავაზებთ, თუ გვექნება კარგი კენკვა. მოკლე სადავეზე აქტიურობს, სხვათა შორის რომ იცოდეთ. აქეთა მხარეს გრძელ სადავეზე მაქვს დატოვებული აი ეს ჯოხი რა. ის ქეთა ჯოხი მოკლე სადავეზე, ეს გრძელ სადავეზე არის და
არ ვცვლი სპეციალურად, იმიტომ რომ მაინტერესებს თუ მოხდება ცვალებადობა თევზაობის პროცესში და თუ დაინტერესდება ცოტა გრძელი სადავე თუ დაიწყებს აქტიურობას და ნახოთ რა სიტუაცია იქნება ეხლა. ეხლა მეგობრებო და შემდეგ უკვე კარგ კენკვას შემოგთავაზებ თუ რა თქმა უნდა წერტილში თევზი შემოვიყვანეთ ან საერთოდ აქტიური არის თუ არა თევზი. ეს ახლო დისტანცია. ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრებო. თავარია თევზი დავაინტერესეთ და წერტილში შემოვიყვანეთ და ზომებს განსაზღვრავს პერიოდი. ეხლა აი ესეთ სიცხეში დიდი ზომა იშვიათია რომ გამოვიდეს ეხლა რა. სადაც პატარა შემოვიდა, იქ შესაძლებელია რომ დიდი ზომაც შემოვიდეს, მეგობრებო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საღამოს იმედი გვაქვს, რომ საღამოს კარგი ზომები წამოვა. ნაშუა დღეს უკვე ველოდები რომ კარგი ზომები წამოვიდეს. ლეთ ქარი ამუვარდებასიო, წამოიღებს ცოტა ტალღას, თევზი გააქტიურდება, გაჩერდება. აი ამაზე მაქვს საუბარი ყოველთვის, რომ ქარში და ზოგადად ესე ტალღაში ძალიან მაგრად აქტიურობს თევზი, ჟანგბადი იმატებს წყალში ყოველი შემთხვევისთვის და ეს არის მთავარი მიზეზი. აი მინიმალისტური წარტყმები აქვს. ძალიან მინიმალური, ძალიან სუსტი წარტყმები აქვს. ესეც უკვე არის. და რა კაპარჭინები. მაგრამ იმედოვნებ აუცილებლად დიდიც გამოჩნდება სათევზაო წერტილში. კარგია, თუ პატარით არ დავიწყეთ, დიდს ვერაზოს ვერ დავიჭერთ, მეგობრებო. თავარია წერტილში თევზი გვყავს. აი, წერან გაიარეს ბიჭებმა, საერთოდ ჩარტყმა არ იყო, 3 მანქანა წამოვიდა, მეგობრებო, ეხა საერთოდ ჩარტყმა არ ქონია, თელი ღამე აქ ვიყავით და საერთოდ ვერ ვითევზავეთო. ერთი მხოლოდ კარჩხანა დავიჭირეთ ჩვენს გვერდზე ბიჭებს, ისინი თელი ღამე აქ იყვნენ, საღამოს მოვიდნენ უпроსტად და მხოლოდ დაიჭირეს შედარებით ნორმალური ზომის 9 კილოგრამიანი ლეშა, კაპარჭინა და დაიჭირეს კარჩხანა საშუალო ზომის. გაუშვათ ჩავატრიალოთ წერტილში მალევე რომ თევზი არ გავიდეს წერტილიდან. აი გძელსადავეზე მეგობრებო, აქეთ ამხარეს ძალიან მაგარი ჩარტყმები გვაქვს. როგორც გითხარით, მეგობრებო, დაგკვირდით, რომ შამაიას შემოვიყვანდი წერტილში. აი ესეთი შამაია შემოვიყვანეთ წერტილში, მეგობრებო. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენი თევზაობა დასასრულს მიუახლოვდა. დავიჭირეთ დაახლოებით 15 ცალი პატარა ზომის კაპარჭინა, ისეთი რომ დასატოვებლადაც არ ღირს და თევზის შესანახ ბადეში ჩასაგდებათ, მაგრამ ეხა ბიჭებს შევეკითხეთ თევზაობის დასრულების შემდეგ რა სიტუაცია ქონდა დღის განმავლობაში. როგორც თელი დღე ვიმეორებდი, მხოლოდ აქტიურობა ქონდათ ღამით და დილით გამთენიისას. გამთენიის შემდეგ საერთოდ ვერც შამაია დაიჭირეს, ვერც ნაფოტა დაიჭირეს და ვერც კაპარჭინები დაიჭირეს. დავიღალეთ უკვე შამაიის ჭერით, ესე რომ ვთქვათ, შამაია ჩვენი გათვლა არც იყო, არც ვიმბა, არც ქორჭილა, ჩვენთვის თავარი იყო კაპარჭინა. წარმატებით შემოვიყვანეთ წერტილში. ფიზიკურად ვერ ვიღებდით ვიდეოს რაღაც მონაკვეთებში კარგად, იმიტომ რომ მარტო ვიყავი შტატივსაც, როდესაც ვგამდი, ისეთი ქარი იყო, რომ ხანდახან წაქცევები ქონდა. შესაბამისად, აი ესე მცირედი ვიდეოც შემოვიფარგლე, მაგრამ ეს არ იქნება თბილისის ზღვის ვიდეო მხოლოდ ესეთი მოკლემეტრაჟიანი. პირიქით, მეგობრებო, გავიარეთ ძალიან ბევრი საკითხი, გადმოგეცეთ ბევრი ინფორმაცია, რაც შემეძლო. არაუშავს. სულ მალე დაუბრუნდებით თბილისის ზღვას ბაზალეთის შემდეგ. აპატროებით, მეგობრებო.